მშვიდობის დავბრუნდით მცირე პაუზის შემდეგ კვლავაც პირდაპირ ეთერში და დილის პალიტას ვაგრძელებთ რა თქმა უნდა. კი ბატონო, გრძელდება როგორც დავაანონსეთ ძალიან საინტერესო თემა დღეს არის განათლების რუბრიკის დღე, ამიტომაც მარიამ ბუკია შემოგვიერთდება და შემოგვიერთდა უკვე სტუმართან ერთად და ვისმენთ მთელი გუნდის ხორით. მოგესალმებით. მოკლედ რამდენიმე კვირის წინ ყოველთვის ცნობილი იქნება, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დაანონსა განათლების რეფორმა და ამ რეფორმას ძალიან დიდი რეზონანსი მოყვა საქართველოში. საზოგადოება ორ ნაწილად გაიყო. საზოგადოების ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ ამ რეფორმით შესაძლოა, რომ სისტემაში არსებული ნაკლოვანებები აღმოიფხვრას. მეორე ნაწილი კი მიიჩნევს, რომ ამ რეფორმამ შესაძლოა ქართველი სტუდენტი და ზოგადად საქართველო დააშოროს განათლების ევროპულ სივრცეს, რაც იმას ნიშნავს, რომ შესაძლოა ის ბენეფიტები, რომელსაც ქართველი სტუდენტი მათ შორის იღებს ევროპული სივრციდან, იყოს მეტად უფრო რთულად მისაღები მისთვის. მოკლედ, რა უპირატესობებთან გვაქვს საქმე და რა ნაკლოვანებებთან, ამაზე ვისაუბრებთ დღეს ამ განათლების რუბრიკის ფარგლებში. ნათია ფიფია იმყოფება ჩვენთან სტუმრად, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორი. ძალიან დიდი მადლობა. მოგესალმებით. გათხოვილი დროისთვის. მოკლედ, დავიწყოთ თანმიმდევრულად მივყვეთ და დავიწყოთ ზოგადი განათლების საკითხებით, რომელიც არის ასე ვთქვათ, ერთ-ერთი ნაწილი ამ განათლების რეფორმის. რა დადებითი და უარყოფითი მხარე შეიძლება გქონდეს 12 წლიანი სასწავლო პროცესიდან და პროგრამიდან უკვე 11 წლიან სასწავლო პროგრამაზე გადასვლას. მოგახსენებთ საერთოდ ბოლონის პროცესით ზოგადად ანუ ეს განპირობების არ არის განსაზღვრული არ არის რომ მაინდა-მაინც ან 12 წლიანი ან 11 წლიანი ან 13 წლიანი იყოს სწავლების პროცესი, უბრალოდ იქ არის განსაზღვრული გარკვეულ უნარებზე გასვლა ამ ზოგადი განათლების პირობებში. ჩვეულებრივ ტრადიციულად ბოლონის პროცესში შეერთებული ქვეყნების უმეტესობა ირჩევს 12 წლიან სწავლების პროცესს, მაგრამ ესეთი დირექტივა არ არსებობს, რომ აი მაინც და მაინც 12 წელი იყოს. ზოგიერთ ქვეყანაში 13-იც კი არის. 13-იც კი არის, მაგრამ ზოგიერთ ქვეყანაში 11-იც არის. ამიტომ მთავარი არის იმ ზოგადი განათლების ფარგლებში გავიდეთ იმ უნარებზე, რაც ჭირდება მოსწავლეს, რომ შემდეგ მოემზადოს უნივერსიტეტისთვის. უნივერსიტეტის ეს როგორ შეიძლება დაიგეგმოს, ასე ვთქვათ, სამწუხაროდ ჯერჯერობით მხოლოდ ანუ ზოგადი განაცხადი არის ამასთან დაკავშირებით და უფრო დეტალებში ეს როგორ განხორციელდება, შემდეგ გახდება ალბათ ცნობილი. იმ შემთხვევაში თუ კი ამის დაფარვა მაინც შესაძლებელი იქნება 11 წლის განმავლობაში, მაშინ დაახლოებით იგივე უბრალოდ მეტი დატვირთვა ექნებათ 11 წლის განმავლობაში მოსწავლეებს და ეს იქნება. თუმცა ის რომ რეკომენდირებული იყო ზოგადად 12 წელი ყოფილიყო, ესეც გარკვეულწილად რაღაცაზე მეტყველებს, რომ ჩვეულებრივი სტუდენტები, მოსწავლეები ძლევენ ამას 12 წლის განმავლობაში. ამიტომ შეიძლება ვთქვათ, უფრო დიდი დატვირთვა გამოიწვიოს მოსწავლეებისთვის 11 წლის განმავლობაში. ეს უარყოფითი მხარე ეს იყოს და გაუჭირდეთ ვთქვათ დაძლევა და მე ისე 12 წლიანზე დაბრუნება გახდეს საჭირო. და მაგრამ დადებითი ბუნებრივია ხა უფრო ადრე დაამთავრებენ სწავლას და შესაბამისად უნივერსიტეტშიც უფრო ადრე დაამთავრებენ და უშუალოდ ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობა უფრო ადრე გახდებიან, იმიტომ რომ მუშაობას უფრო ადრე დაიწყებენ რა. ეს არის, მაგრამ ზოგადად თუ მოახერხებენ ისინი ამ 11 წელში ჩატევას, მაშინ არსებითი განსხვავება შეიძლება არც გქონდეს. მაგალითად, საერთაშორისო კუთხით რომ განვიხილოთ, ხო, ეს არის საინტერესო, რომ მათი მოთხოვნები არის დასაკმაყოფილებელი, რომ ჩვენ თუ გვინდა მაგალითად რომელიმე უნივერსიტეტში ჩაბარება ან ასე შემდეგ, ჩვენ უნდა დავაკმაყოფილოთ ის მოთხოვნები, რომელიც მას აქვს. ზოგ უნივერსიტეტს აქვს ასევე 12 წლიანი გამოცდილება, ასევე არაფორმალურ განათლებას ითხოვს, ამას ძალიან ბევრი აქცევს ყურადღებას, მე როგორც ვიცი, სტუდენტი ასევე რას აკეთებს ზოგადად სწავლის მიღმა, ანუ რითი არის თვითონ დაკავებული თავისი ცხოვრებით. არის მაგალითად რაღაც დახმარებას უწევს სხვებს, იღებს რაღაც მოქმედება და ასე შემდეგ. და ხო, რაც არის ხოლმე, მაგრამ აი ესენიც რომ ერთად შევაჯამოთ, ეს საკითხები რამდენად დააკლდებათ ჩვენ სტუდენტებს. ახლა ნახეთ, ამაზე ამ კონცეფციაში არ იყო საუბარი, მაგრამ მე ადრე ინტერვიუც მივეცი ამასთან დაკავშირებით, გაჟღერდა ესეთი საკითხი, რომ უნივერსიტეტში ჩაბარება მარტო გამოცდებით არ იქნებაო, სკოლის გამოცდებით არ იქნება, არამედ იქნება სკოლის მონაცემებით და შემდეგ აი ამ კლასგარეში აქტივობებითო ზუსტად.
ახლა ეს აღარ გაჟღერებულა. იმ შემთხვევაში თუ დავუშვათ თუ სკოლა არ გაითვალისწინებს და ვთქვათ მარტო 11 წლიანი იქნება თუ დიდი დატვირთვა იქნება კლასგარეშე აქტივობაზე დრო არ იქნება და ვთქვათ ან ქველმოქმედებაზე ან კონფერენციაში მონაწილეობაზე ან სხვა ასეთ აქტივობაზე თუ დრო აღარ დარჩება რა თქმა უნდა გაუჭირდება მას უცხოეთის უნივერსიტეტში წასვლა მაგრამ თუ დავუშვათ ხა ესეთი ჰიპერაქტიულია რომ იმასაც მოასწრებს მაშინ შეიძლება მაგრამ ნახეთ საშუალო და ჩვეულებრივ ბავშვზე გათვლილი არ არის თითქოს, უფრო აი მაღალი დონის ბავშვზე არის გათვლილი, რომელიც აი სწრაფად გააკეთებს ამ ყველაფერს. ანუ შემცირდება ესა რა თქვა? შემცირდება მისთვის დრო, რაც მას საშუალებას მისცემს, რომ იმ ყველა იმ უნარზე და დაუშვათ იმ აქტივობებზე გავიდეს, რაც მას სჭირდება უცხოეთის უნივერსიტეტებში ჩასაბარებლად. ქალტანათია, თუ ეს პროგრამა დამტკიცდა და გადაწყდა, რომ სწავლა უნდა იყოს 11 წლიანი. ავალდებულებს თუ არა კერძო სკოლებსაც ეს ყველაფერი რომ ისინიც გადავიდნენ 11 წლიან სწავლებაზე თუ იმათ აქვთ უფლება რომ თქვა დაიტოვონ ისევ 12 წელი. იმ შემთხვევაში თუ მათ უნდათ უმაღლე უნივერსიტეტის მომზადო უცხოეთისთვის მათ მიეცემათ უფლება რომ 12 წელი დაიტოვონო და დაიტოვონო იცით ნახეთ იმიტომ რომ თბილისში მაგალითად არის ისეთი სკოლები რომლებიც აკრედიტირებული IB პროგრამებია ამერიკული პროგრამებია კოგნიას მიერ აკრედიტირებული და ამათ ვალდებულებად აქვთ ისედაც რომ 12 წელი იყოს 12 წელი იყოს სწავლება და შესაბამისად ანუ მათ შემთხვევაში ვერ შეეხებიან ანუ თუ რა და უბრალოდ არ იარსებებს ისინი და შესაბამისად ანუ ვერც მოამზადებენ ისინი უცხოეთის უნივერსიტეტებისთვის მაგრამ კერძო სკოლებს ესო არ შეეხება თუ სურვილი ექნება თუ არ შეეხებათო ითქვა თუ რა თქმა უნდა ხა შემდეგ შეიცვალა ეს პირობა და დაავალდებულებენ ეს სხვა არის მაგრამ ჯერჯერობით ეს ასე არის თქმული. ქალბატონათია მე მაინტერესებს რამდენად შეიძლება რომ გაიზარდოს წნეხი მასწავლებლებსაც გულისხმობ რას რომ თუ კი სწავლება 12 წლის ნაცვლად გახდება 11 წლიანი ეს ნიშნავს იმას რომ მასწავლებლებს დააკლდებათ საათები და ეს ნიშნავს რომ შესაძლოა თუნდაც დაიწყოს შემცირებები ან ხელფასების შემცირება. ხედავთ თუ არა ამ მიმართულებით საფრთხეს? ნახეთ მე წეგან ვახსენე იგივე უნდა დაიფაროს უფრო სწრაფად 11 წლის განმავლობაში მე ამაზე დეტალები ჯერ არ გაჟღერებულა ვთქვათ პირობითად 12 წლიანი სწავლების განმავლობაში სწავლობდი 7 საგანს დღეში და თუ ეს გახდება 8 საგანი დღეში შეიძლება ეს თანაფარდობა საერთოდ შეიცვალოს მთელი 11 წლის განმავლობაში დატვირთვა გაიზარდოს მეტი საათები შეიძლება არ შეიცვალოს მაგრამ გააჩნია შეიძლება არ იყოს ეს გათვალისწინებული თუ დავუშვათ გათვალისწინებულია ის რომ მართლა საათებით შემცირდეს უბრალოდ ეს დეტალები ჯერ არ გაჟღერებულა ვარაუდოთ როდის იგეგმება რომ ოფიციალურად გავიგოთ საერთოდ ეს იმდენად ამბიციური გეგმა არის ამისი განხორციელება რომ შეიძლება 5 წელიც დასჭირდეს როგორც არაფერი ამიტომ ალბათ ეტაპობრივად გაჟღერდება ეს ყველაფერი ქალბატონათია ჩვენ ვიცით რომ ბოლონის პროცესს საქართველოს შეუერთდა 2005 წელს ანუ ეს იმას ნიშნავს რომ ქართული განათლების სივრცე უნდა იყოს დაკავშირებული ევროპულ სტანდარტებთან ბოლონის პროცესში ჩართული ესე ვთქვათ ჩართულ ქვეყნებში ძირითადად არის 12 წლიანი სწავლება და ბაკალავრიატი არის და მაგისტრატურა სავალდებულო ასევე საუბარი იყო 3+1 სისტემაზე ანუ ეს იმას ნიშნავს რომ ბაკალავრიატი საქართველოს შესაძლოა კონკრეტულ ფაკულტეტებს გულისხმობ გახდეს 3 წლიანი და მაგისტრატურა 1 წლიანი აი ამ სისტემის ესე ვთქვათ უპირატესობაზე თუ შეგეწყვეტ რომ გითხრათ ან იქნებ დამაბრკოლებელი ფაქტორია სულაც კი გეტყვით ახლა ეს ერთი ყველას არ შეეხება ალბათ იურისტებს და ექიმებს არ შეეხებათ ეს და დანარჩენი ვისაც შეეხება ცუდი ახლა მე როგორც ხედავ თქვა ჰუმანიტარისტვის ჰუმანიტარი დღესდღეობით არის მოქმედებს ესეთი სისტემა რომ 4 წლის განმავლობაში რო სწავლობ 3 წელი სწავლობ მეჯორ სპეციალობას 1 წელი სწავლობ ფაქტობრივად მაინორ სპეციალობას დამატებით სპეციალობას ეს საშუალებას გაძლევს თქვა 4 წლის განმავლობაში გახდე ისტორიკოსი და პედაგოგი მაინორში პედაგოგიკა ისწავლო ასევე გაძლევს საშუალებას რომ ვთქვათ გახდე ფილოსოფოსი და ძველი ბერძნული კლასიკური φιλოლოგია ისწავლო და ანტიკურ ფილოსოფიაზე კონცენტრირდე. ჰორიზონტი გიფართოვებს ძალიან, ასე ვთქვათ. 4 წელიწადში. კი, რეალურად ეუფლები 2 პროფესიას და ამით ეს არის კარგი ძალიან. 3+1 სისტემაზე თუ გადავალთ, აქ ერთადერთი გამოსავალი ის იქნება, რომ ეს ძირითადად მეორადი სპეციალობა მოვაცილოთ.
და ვასწავლოთ თქვათ მარტო ისტორია, მარტო ფილოსოფია და აი იმ სპეციალობებს, სადაც major minor მოქმედებს, ასე ვთქვათ, ძირითადი და მეორადი სპეციალობები. სხვა გამოსავალი, ესე ვთქვათ, ახლა პირობითად minor-ი დატოვო მეორადი სპეციალობა და ისტორიკოსობა 2 წელიწადში ასწავლო, ეს გამორიცხულია. და საზღვარგარეთვისაც სურს სწავლის გაგრძელება, მისთვის არ იქნება ეს ბარიერი, იმიტომ რომ ეს ყველაზე ნაკლები ბარიერია. იმიტომ რომ საზღვარგარეთ ნახეთ, თუნდაც იგივე მაგ საზღვარგარეთ სპეციალობების უმეტესობა ზუსტად აი ეს იგივე იურიდიულს და სამედიცინოს თუ არ შევეხებით, უმეტესობა სწორედ 3 წელიწადში სწავლობენ. აი მეც ვიცი ძალიან ბევრი შემთხვევა, მეცაც გეტყვით, ოქსფორდის უნივერსიტეტის ისეთი გამონაკლისის შემთხვევაც კი აქვს, განსაკუთრებით ნიჭიერი ბავშვებისთვის. ეს 3 წლიანი პროგრამა შეუძლია გახადოს წელიწადნახევრიანი. ნუ რაღაც არანორმალური დატვირთვით ასწავლის. ვისაც შეუძლია, მაგრამ მე ვიცი ასეთი კურსდამთავრებული ის იყო ალბათ 1-700 მოსწავლემყოლია და მთელი ჩემი ის. ანუ ზოგადად რადგან განსაკუთრებული შემთხვევა არის, საშუალოდ ვინც სწავლობს, მათთვის ბევრად უფრო მორგებული პირობები არის. ამიტომ თქვა 2 წელზე რო დაიყვანო ისტორიკოსობა, იმე ვერ ასწავლე. ეს არის გამორიცხული. აი ახლა ესეთი კითხვა გამოჩნდა თქვენ რადგან დატვირთული გრაფიკი ახსენეთ, აი მე-12 კლასში თუ კი ქართულიანი სახელმწიფოს ჩავხედავთ, შედის მაგალითად სამანიშვილის დედინაცვალი, კონსტანტინე გამსახურდიას დიდო სტატისტიკა. დიდი ტექსტები. საკმაოდ ვრცელი მასალა. თქვენ როგორ ფიქრობთ, რამდენად შესაძლებელია აი ამ პროგრამის დაძლევა 11 წელში? რთულია, რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა, 12 წელი უფრო კომფორტულია და განათლების რეკომენდაცია არის ისეთი, რომ ბავშვის სწავლების პროცესში არ უნდა იძაბებოდეს რთული პროგრამით, ასე ვთქვათ. გარდა ამისა, აქ არის კიდე ისეთი გამოწვევები, რომელიც არ ხსენებულა, ანუ გლობალური გამოწვევები, რომელიც არ ხსენებიათ, მაგრამ არსებობს. აი მაგალითად, მე როგორც პრაქტიკოსმა მასწავლებელმა შემიძლია გითხრათ ესეთი რაღაცა, რომ ხელოვნურმა ინტელექტმა შექმნა ისეთი გამოწვევები, რომ შეატრიალა ძალიან ბევრი რაღაცა. თქვათ, რისი დავალება, საშინაო დავალებად მიცემა შეიძლებოდა ის იმას ვერ მისცემთ საშინაო დავალებას. რა აზრი აქვს წერით საშინაო დავალების მიცემას სახლში, როდესაც შეუძლია კომპიუტერიდან უცებ გადმოიწეროს. ხო? აქედან გამომდინარე, რეალურად საკონტაქტო საათები მოსწავლესა და მასწავლებელს შორის პირიქით უნდა გაიზარდოს. მაგრამ შესაბამისად, ანუ თქვათ, იგივე დიდო სტატიას ვრცელი ტექსტები რეალურად მასწავლებელთან ერთად უნდა ისწავლოს მოსწავლემ და არა სახლში. კი ბატონო, კიდევ ერთი საინტერესო დეტალი, რომელიც რეფორმა შეეხება, იყო ეს ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი. თქვენ რა პოზიცია გაქვთ ამ საკითხთან დაკავშირებით? ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი არის ისეთი ძალიან რთული საკითხი. ბუნებრივია ეს გავს, რა თქმა უნდა, ხელისუფლების მიერ ზოგადად უნივერსიტეტების გაკონტროლების მექანიზმს, მაგრამ ეს შეეხება სახელმწიფო უნივერსიტეტებს და კერძო უნივერსიტეტებს არ შეეხება. სახელმწიფო უნივერსიტეტებმა მე თუ მკითხავთ ინფორმით, რა ფორმით დღეს არსებობენ, თავისი თავი ამოწურეს. ისინი ასე ვთქვათ, დარჩათ მასის რეპუტაცია გარკვეულწილად, მაგრამ ისეთი კონკურენტუნარიანები რაღაც მოსარისით უკვე ვეღარ არიან როგორც კერძო უნივერსიტეტები და საერთოდ მე უფრო მემარჯვენე მიდგომის ამ საკითხთან დაკავშირებით უკეთესი არის თქვათ აი ბაზარზე კერძო უნივერსიტეტების კონკურენცია უფრო მეც დადებით შედეგის მომტანი არის, მაგრამ მეორეს მხრივ რა თქმა უნდა ეს ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფო ეცდება რომ გააკონტროლოს სახელმწიფო უნივერსიტეტები, სახელმწიფო უნივერსიტეტები. მადლობა ძალიან დიდი. თემა არის საკმაოდ ვრცელი და ფაქტობრივად რთულია, რომ ეს თემა ესე დეტალურად ამოწურო, მაგრამ თქვენგან ძალიან საინტერესო პოზიციები მოვისმინეთ. მადლობა დათმობილი დროისთვის კიდევ ერთხელ. ძალიან დიდი მადლობა. მაშინ მარიამ ყოველთვის საინტერესო თემებით რომ გვიერთდა დღევანდელის გადაცემაში, ნამდვილად საინტერესო და მნიშვნელოვან საკითხზე ვისაუბრეთ.